დღეს დროის გარეშე სტუმრად გვყავს მსახიობი, რომლის ხმა, ენერგია და ემოცია სცენიდან პირდაპირ მაყურებლის გულში გადადის. ეკატერინე ქრიშვილი, სახელი, რომელიც უკვე ასოცირდება გამბედაობასთან, პროფესიონალიზმთან, ნამდვილ ხელოვნებასთან. დღეს შევეცდებით არა მხოლოდ მისი როლები გავეხსენოთ, არამედ შევეხოთ იმ გზას, რომელიც მან აქამდე მოიყვანა. ზოლებს, შიშებს, სიძლიერეს, ადამიანობას და იმ ხილავ ძალას, რაც მსახიობს სცენაზე აჩენს. სცენიდან ძალიან დიდ სამყაროს ქმნის. გამარჯობათ ეკატერინე. დიდი პატივია რომ დღეს ჩვენთან ხართ და მზად ხართ ვისაუბროთ დროის გარეშე. გამარჯობა, მოგესალმებით. ჩემთვის მართლა ძალიან დიდი პატივია მეორედ გეწვიეთ უკვე თქვენს ტელევიზიაში მეორედ ვარ და მზად ვარ თქვენს გადაცემაში დროის გარეშე დიდი სიხარობით მივიღო მონაწილეობა. კარგი, მაშინ დავიწყოთ. რა იყო პირველი ემოცია, რომელმაც შეგაგრძნობინათ, რომ მსახიობობა თქვენი გზა იყო? პირველი ემოცია, რამაც შემაგრძნობინა, რომ მსახიობობა იყო ჩემი გზა. დიახ. პირველი იყო, როდესაც მე საკმაოდ ახლოს ნახე დედას წარმოდგენა. ეს არის სპექტაკლი ხანულა. აი აქედან გაჩნდა ჩემში სურვილი, რომ მე აუცილებლად უნდა ვდგარიყავი სცენაზე. ძალიან კარგი. ბავშვობაში რომელი იყო ადამიანი თქვენთვის, რომელიც იყო თქვენი შთაგონების წყარო? ჩემი შთაგონების წყარო იყო დედა. და სწორედ დედის აი ასეთი შთაგონებით, ძალიან ბევრი ინფორმაცია დედაზე, წაკითხული თან პირადად რასაც ვნახულობდი, მისივე მეგობრები ხშირად სტუმრობა ჩვენთან ოჯახში, შეხება ხელოვან ადამიანებთან, არ აქვს მნიშვნელობა ეს პოეზია იქნებოდა, მხატვრობა, მუსიკა და ასე შემდეგ. აი ეს ყველაფერი უკვე იქცა ჩემთვის შთაგონების წყარო. და ანუ პირველი წყარო იყო დედა. ძალიან კარგია, ესეთი შთაგონების წყარო თითქმის ძალიან ცოტას ყავს. როცა მშობელია მაინც ყველაფერი, ხო თან დედა. იყო თუ არა მომენტი, როცა სერიოზულად იფიქრეთ, რომ სხვა პროფესიას აირჩევდით? კი, იყო ასეთი მომენტი, მაინც სევდიანად მახსენდება ეს მომენტი, როდესაც მოხდა ჩემი გაშვება რუსთავის თეატრიდან. ну არ ვიცი, დღესაც ძალიან გაურკვევლობაა, რატომ მომიწია სადღაც ალბათ წელიწად ნახევარი თუ 2 წელი თეატრიდან ვიყავი წამოსული. აი აქედან უკვე დავფიქრდი იმაზე, რომ მარტო ერთი პროფესიით ცხოვრება შეუძლებელია. ასე რომ იყო ეს იყო ხო და რა პროფესია გინდოდათ მაინც? პროფესია რო გითხრა, რომ რამე მინდოდა რაღაც სხვა ისეთი განსაკუთრებული არა, მაგრამ ისიც სიტუაცია მოიტანა და აღმოჩნდი საჯარო სკოლებში. ბავშვებთან ურთიერთობა, ანუ პედაგოგობა. და მე ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროფესია. ეს ყველაზე დიდი ხელოვნებაა. რა თქმა უნდა და ბავშვთან ურთიერთობას მე მაგალითად უდიდეს ხელოვნებად თვლი და ვაფასებ. პედაგოგი ჩემში, თვითონ პიროვნულად ჩემში ზის ღმერთის შემდეგ მეორე ადგილი უკავია. იცი, აი ჩემთანაც და მინდა გითხრათ, რომ აი ამ გზამ ძალიან ბევრი რამე მასწავლა. აი ბავშვების სიყვარულმა ეს თელი ემოციები რო გადმოდის, ეს დადებითი ყველაფერი. ძალიან ბევრ რამეში დამეხმარა ჩემი. რა თქმა უნდა, აი ძალიან ბევრ რამეში დამეხმარა ჩემი მეორე პროფესია. კარგი. პირველი სცენური გამოცდილებიდან რა გახსოვთ ყველაზე მკვეთრად? ყველაზე მკვეთრად პირველი სცენური გამოსვლებიდან მე შემიძლია გავიხსენო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური უნივერსიტეტი, მაშინ ინსტიტუტი. აი როდესაც ჩვენ ასეთი სპექტაკლი დავდგით, ადამიანის მაძიებელი, ეს იყო 6 ავტორის მაძიებელი უკაცრავად 6 პერსონაჟი და იქ დედის როლი მქონდა და საკმაოდ ემოციური, ასე ვთქვათ, პერსონაჟი იყო და ეს ემოციები დღემდე მახსენდება და ძალიან კარგად მახსენდება, ხა ცოტა კურიოზსაც მინდა შევეხო. ბატონ მიხეილ თომანიშვილის თეატრში, როდესაც ზაფხულის ღამის სიზმარი დადგა ბატონმა მიხეილმა, იქ ჩვენ ახალი დამთავრებულები, მისივე სტუდენტები შეგვიყვანა ფერიებზე და
ერთ-ერთი ამოსვლის დროს ესე ლუქიდან ამოვდივართ და რაღაცა მუთაქები გქონდა თუ ბალიშები და უცებ ის საყრდენი კიბე გადაიწია და რაღაცა ჩავვარდით ქვევით და რაღაცა აი მეცინება ეხლა იმიტომ რომ ყველა ელოდება რომ უნდა ამოვიდეს ფერიათა გუნდი და აღარ ვჩანდით და რაღაცა ჩემთვის ხო რაღაცა საოცარი მომენტი იყო და მეცინება ახლაც კურიოზია მინდა ვთქვა. კი, გასაგებია და იცით ყველა მსახიობს თითქმის ყველას არის შიშს განიცდის და თქვენ სცენის წინ განიცდით შიშს და როგორ მეგობრობთ ამ შიშთან? იცი შიშის რა გითხრა, მაგრამ არ ვიცი გული ისეცემს რამის ამოვარდეს. ეგ უკვე პასუხისმგებლობაა. ხო, აი მე გეტყვით მე რაც მემართება. შიში უფრო არა, აი მაქვს უფრო პასუხისმგებლობა და ყოველთვის არ ვიცი 1000 ჯერ ვითამაშებ თუ 1000 მეერთედ, სულ მგონია რომ პირველად გავდივარ სცენაზე და აი მაინც პასუხისმგებლობა მაყურებლის წინაშე უნდა წარსდგე და მინდა იყოს ისევ ისეთივე როგორიც მქონდა პირველი გამოსვლის დროს. აი ეს ემოციები და განცდები ჩემთან არის და ძალიან სასიამოვნო განცდებია მინდა გითხრათ. ძალიან. კარგით და ეხლა კითხვას დაგისვამთ რა. აი ცოტა დაფიქრდით. თქვენთვის მსახიობობა უფრო პასუხისმგებლობაა თუ თავისუფლება? ჩემთვის მსახიობობა თუ უფრო მსახიობობა. ანუ პასუხისმგებლობა რომელს ვანიჭებთ, რომ მსახიობობას თუ თავისუფლებას? აბა ბოდიშფრიფტი როგორ მსახიობი პასუხისმგებელი უნდა იყოს თუ თავისუფალი? იცი მე ამ კითხვაზე გაგცემ ასეთ პასუხს. მსახიობი სცენაზე უნდა იყოს თავისუფალი და ამასთან ერთად უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობა. მე ვფიქრობ, რომ ორივე არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან აუცილებელი. შენ პასუხისმგებელი ხარ, ჯერ თავისუფალი ხარ, გათავისუფლებული ასეთ ძალიან უბრალო, დგახარ სცენაზე თავისი ყველაფრით შემკული და ყველაზე მთავარი კიდე პასუხისმგებლობა გაქვს აუცილებლად იმ საზოგადოების წინაშე, მაყურებლის წინაშე, ვინც ჩვენთვის მოდის, ვინც იმ ბილეთს ყიდულობს, ვინც ხან ტირის, ვინც ხან იცირის, ტაშს რო კიკრავს, ის ყვავილები რომ მოაქვს შენთან. აი ეს ორივე ერთად უნდა იყოს, ამიტომ ჩემში ორივეა. საკმაოდ ამოწევი პასუხი. მაშინ ესეთ კითხვას დაგისვამთ. აი თქვენი ბევრი როლებიდან რომელ როლზე თქვით გულში გაიფიქრეთ და თქვით აი ახლა იწება ჩემი ახალი ეტაპი. მე ვთქვი თქვენთან ერთ გადაცემაში რომ ჩემთვის ყველა როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. როგორც დედას უყვარს ყველა შვილი და არის განურჩეველი, თითეული მათგანი ასევეა ჩემთვის ყველა როლი. და მე მინდა გითხრა, რომ ყოველი ახალი სახის შექმნა ჩემთვის არის ახალი ეტაპი. ასე რომ მე არ შემიძლია ეს გამოვყო. ყოველი ახალი როლით იწყება ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი. სულ ყოველთვის სიახლეა, სულ ახალი რაღაცები ხდება და ძალიან სასიამოვნო. მაშინ სცენაზე უფრო რთულია ძლიერი ემოციის გამოხატვა თუ ამის შეჩერება? ემოციის შეჩერება უფრო რთულია, მაგას ამ ემოციის შეჩერება უფრო შეჩერება, აი მე გეტყვით, რომ ემოციების შეჩერება არის, არ ვიცი, ჩემთვის ეკაკვრები შვილისთვის, ემოციების შეჩერება ძალიან რთულია. იცით რატომ? აი, როდესაც მე მაქვს მიწევს ისეთი როლის თამაში, არის ფსიქოლოგიური მითამაში, არის დრამატული ასეთი როლები. მე როცა გამოვდივარ, ვამთავრებ სპექტაკლს, მაინც ასე მგონია, რომ არა ვარ ჯერ იმ როლიდან გამოსული და რაღაცნაირად მჭირდება დრო, დამშვიდების პროცესი. აი, ემოციების შეჩერება უფრო რთულია. რა გაკვეთილი გასწავლათ თეატრმა, რომელიც ცხოვრებაში დაგეხმაროთ?
თეატრმა მე ძალიან ბევრი რამ მომცა. თეატრმა პირველ რიგში საინტერესო გაკვეთილები ჩამატარებინა საჯარო სკოლებში. და დღესაც მინდა გითხრა, როდესაც მე ბავშვებთან მაქვს ურთიერთობა, მე ყოველთვის საკუთარი თავი მგონია სცენაზე და ესეთი საყვარელი მომღიმარე ბავშვების თვალები ჩემთვის არიან მაყურებლის თვალები და რა ვიცი, ბევრი რამე მასწავლა, ცხოვრება მასწავლა, ურთიერთობები მასწავლა, გამათავისუფლა ძალიან ბევრი რამისგან. მით უმეტეს პედაგოგობა მასწავლა, მითხრა გითხრა. ძალიან კარგი, მე თქვენ კითხვას ასე შევაფასებდი, რომ ჩემთვის ცხოვრება თეატრია და თეატრი თვითონ არის ცხოვრება. ცხოვრება არის თეატრი. მე ვფიქრობ, რომ ადამიანი, ხო, თეატრში უნდა ცხოვრობდე, ასე რომ თეატრი არ ვიცი, მე ეს ცოტა მიჭირს ამაზე პასუხის გაცემა, მე მაინც სცენაზე რომ ვდგავარ, ვცხოვრობ და ცხოვრებაში მინდა ვთქვა, რომ იქაც ვცხოვრობ. არ ვიცი თეატრი სად არის. მე ვფიქრობ, რომ ყველგან ცხოვრება ეკაქვრივიშვილისთვის. ჩემი პასუხი არის ასეთი. ასეთი. დიდი მსახიობის სიტყვები მახსენდება ეხლა. ნამდვილად აი თქვენმა სიტყვებმა გამახსენა კახი კავსაძის სიტყვები. მეტა თეატრი არის იქ. მეტა თეატრი არის იქ. კარგით. მაშინ რამდენად რთულია ემოციური როლის შესრულების შემდეგ საკუთარი თავი დაიბრუნა? რამდენ ხანს გაყვებათ ეს თქვენი ემოცია? იცი, მე ასეთ პასუხს გაგცემ, რომ მსახიობს აუცილებლად და არა მარტო მსახიობს, ყველა ადამიანს უნდა შეეძლოს რაღაცნაირად დაბალანსება. აი ეს პროცესი აუცილებლად უნდა იყოს. ეხლა ძალიან ძნელია ხელოვნებაში, მით უმეტეს თეატრის სამყაროში მსახიობი, რომ აი მთლიანიდან ტანსაცმლიდან რო ამოდიხარ, აი ამას ქვია რა რაღაცა. მე ისე უცბად ჩალაგდეს ყველაფერი, ჩადგეს და ერთგვარი სიამოვნება. რაღაცა აი ძალიან დიდი სიამოვნებაა. მე ამაზე წეღან გითხარი, რომ იცი, აი როცა მთავრდება უკვე ყველაფერი და უკვე უბრუნდები შენს ეკას, მაინც რაღაცა პერიოდი მომყვება მე. რაღაცნაირად მიმყვება. იმიტომ რომ მე ქუჩაში მოვდივარ, ვფიქრობ, რა იყო, როგორ იყო, მოვდივარ სახლში, კიდე იმ თემებზე ვფიქრობ, იმ როლზე ვფიქრობ და რაღაც გარკვეული დრო მაინც ჩემთან ტრიალებს. ძალიან ნელ-ნელა გადის. როლის წინ გაქვთ რამე რიტუალი? როლის წინ, სანამ მე წავსდგები მაყურებლის წინაშე, ну სადღაც 10-15 წუთი ხდება მეტყველების სავარჯიშოები, ბრწყინვალე ბდგი გრიკლი ამბები და ამის მერე, პირველ რიგში, ამის მერე ვსაუბრობ ღმერთთან და პირველი რასაც ყოველთვის ვამბობ, რომ მე ვიცხოვრო სცენაზე და მაყურებელს ვაჩვენო ჩემი პერსონაჟის ცხოვრება, ეს არის ჩემთვის რიტუალიც და ყველაფერიც. თუ გაკრიტიკებენ და როგორ ღებულობთ კრიტიკას? გულით ღებულობთ თუ პროფესიონალურად? იცით რა არის? კრიტიკაა, მაგრამ მიყვარს ჯანსაღი კრიტიკა, როდესაც არის. მე ეს ჯანსაღი კრიტიკა მომწონს. ვსწავლობ ძალიან ბევრ საინტერესო რამეს, ვიღებ გარკვეულ რჩევებს. აი, როცა არის ისეთი კრიტიკა, რომელიც ნამდვილად არ არის ჩემთვის მისაღები, მე ამაზე მეცინება. ან გავჩუმდები, გავატარებ ხოლმე ძალიან ლამაზად, გზას დაუთმობ, თავისი გზებით იაროს. თქვენი აზრით მსახიობისთვის რა უფრო აუცილებელია, ნიჭი, შრომა თუ ატმოსფერო, გარემო? პირველ რიგში მსახიობისთვის მე ვთვლი, რომ მაინც ნიჭი არის აუცილებელი. მაგრამ მარტო ნიჭი არაფერი არ არის თუ არ იქნები შრომის მოყვარე. და თუ ნიჭიერიც ხარ და შრომა გიყვარს და ატმოსფეროს თუ არის ისეთი, რომ ყველაფერი იქნება კარგად, აქ უკვე საქმე აწყობილია. აი, როგორი კითხვა მაქვს, იცით?
თქვენთვის რა იყო ამ პროფესიაში თქვენთვის ყველაზე რთული საკვანძო ეტაპი? ამ პროფესიაში კვანძისაც შეიკრა. აი მე გეტყვით მე ძალიან მინდოდა ბავშვობაში ყოველთვის ასე ვფიქრობდი, რომ მე სცენაზე უნდა მემღერა და პლუს განმესახიერებინა, ნებისმიერი რაღაცა როლი. და მე მოხდა, რომ დედამ მიმიყვანა თავის მეგობართან და უთხრა, რომ ეკასო უნდაო, რომ თან მღეროდესო, თან ისე იდგესო სცენაზეო, განასახიეროს ეს როლებიო და შენო რა რჩევას მომცემო და როგორც ვატყობ, მე მოისმინა ჩემი ვოკალური მონაცემებიც და მაშინ უთხრა, რომ ძალიან ისეთი ხმაცო დრამატული აქვსო და მოდი წავიდესო როგორც დრამის მსახიობიო და წავიდესო რა თეატრის კუთხით, მარტო თეატრის დრამის მსახიობი. და მე ასე ვთქვათ, მე უკვე გავხდი კინოს და დრამის მსახიობი, როდესაც ჩავაბარე თეატრალურ უნივერსიტეტში. მაგრამ მინდა ვთქვა, რომ მუსიკა ჩემთვის იქცა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან, ასე ვთქვათ, საქმედ. და მე დღეს არ შემიძლია მუსიკის გარეშე. ასე რომ მუსიკა ეკაქვრივშულთან ერთად ცხოვრობს. რა თქმა უნდა, მე მაშინ გეთანხმებით, იმიტომ რომ ყველა ადამიანისთვის, ვინც უბრალოდ ოდნავ სცენაზეც ფეხი დაუდგას, მისთვის მუსიკა უმნიშვნელოვანესია. კიდე ეს მსახიობი ყოფილა, უბრალოდ წამყვანის რო ყოფილა რა, კონფერენცია, ასე რომ ვთქვათ, რა რაღაც დღესასწაულის. აი მუსიკა მე მგონი მუსიკოთ ქვეყანა არის არსებები და რა თქმა უნდა და აი კარგი. თქვენი აზრით რა არის ხელოვნების მთავარი მისია? ხელოვნების მთავარი მისია. რატო შეიქმნა ხელოვნება დედამიწას მაგალითად? ვისთვის? იცი რა არის ხელოვნება? განამარტო მართობისთვის ხომ არ შეიქმნა? არა. ხელოვნება არის უკვდავება, ჩემი აზრით. ხელოვნება არის ადამიანის სული. აი როგორც სულის გარეშე ადამიანის ყოფნა ხო წარმოუდგენელია, ასევე ხელოვნების გარეშე არის წარმოუდგენელი ზოგადად ამ ქვეყნად ყოფნა. ხელოვნება ადამიანში ავითარებს მიძინებულ უნარებს, რაც არის ადამიანში. ხელოვნება არის სამყარო. ხელოვნება ყოველთვის უნდა იყოს, ხელოვნება იყო, ხელოვნება არის და ხელოვნება იქნება. და ხელოვნება თავად უკვდავება. აი ამას გავიხსენე. გასაგებია, მაშინ მუდმივად იქნება სულ. რა თქმა უნდა, თვითუბრალოდ. ისა კითხვა მაქვს ესეთი, რომ მსახიობი ამზადებს როლს, ხო? მსახიობი ამზადებს როლს. აი თვითონ ამ მსახიობს მინდა რა ამზადებს? მსახიობს მინდა რა ამზადებს? აი მე მაგალითად, როდესაც უკვე მაქვს როლი, როცა მეუბნებიან, რომ თქვენი არის ეს პერსონაჟი, ამადამ პიესიდან უკვე იწყება ჩემთვის ფიქრი, თუ მყავს ცხოვრებაში ასეთი ან მეგობრები, ან სანაცნობო წრე, ვიწყებ წრიალს, ვარ აფორიაქებული, ყველგან ვეძებ, ყველაფერში ვეძებ, მის ქცევებს ვაკვირდები, მის ხმას ვაკვირდები, ყველაფერს და რა ვიცი, ერთად ხდება რა ყველაფერი ეს. და არის ძალიან მაგარი პროცესი. მაშინ ესეთი კითხვა. თავისუფლება თქვენთვის არჩევანი არის თუ შინაგანი მდგომარეობა? თავისუფლება ჩემთვის. თავისუფლება ჩემთვის. მოდი დავაკონკრეტებ უფრო. დააკონკრეტებ. თავისუფლება თქვენში ზის თუ იძულებული ხართ რომ თავისუფალი იყოთ? იძულებული ვარ თავისუფალი ვიყო? არა. იძულებული არა ვარ რომ ვიყო თავისუფალი. თავისუფლება ჩემში ზის. და მე მინდა გითხრათ, მე დღეს თქვენთან ცარიელი არ მოვსულ ვარ. და სწორედ აი ეს წიგნი, ეს არის ჩემი მესამე კრებული, პოეზია, აქ არის გარკვეული ფრაზები,
აი სწორედ ამ წიგნით მომენიჭა მე მწერალთა კავშირის წევრი გავხდი და აი აქ არის ყველა თავისუფალი ფრაზა, ყველა ის სიტყვა, რომელიც ნამდვილად მოდიოდა ჩემი გულიდან. ყველაფერი არის ძალიან გულწრფელი. მე შინაგანად ვარ თავისუფალი. თლიანად ვარ თავისუფალი. მე ეს თავისუფლება მაცოცხლეს. მე ეს თავისუფლება მაძლევს ფრთებს და ეს ფრთები სწორედ მანიჭებს გაფრენის შესაძლებლობებს, რომ ვიფრინო უსასრულოდ. და სწორედ აი ეს უსასრულობა არის ჩემთვის ყველაფერი. უსასრულობაა ჩემთვის თავისუფლება. ამითი ვარ ბედნიერი, ამით მიდგა სული. კარგი. მაშინ სიყვარული უფრო აძლიერებს მსახიობს თუ ართულებს მის ემოციურ სამყაროს. სიყვარული მინდა გითხრათ, რომ მაძლიერებს, პირიქით აფერადებს ჩემს სამყაროს და მაძლევს თავისუფლებას. აი წელს საინტერესო კითხვა დამისვით. სწორედ სიყვარული მანებილებს მე და მხდის ფერადს. იმიტომ დავიკითხავ ისო თავისუფლებას. ამიტომ სიყვარული არის ჩემთვის ყველაფერი. ეს მომაძლევს თავისუფლებას, უამრავ ფერს და ყველაზე მთავარი მაძლევს გაფრენის საშუალებას. აი ამ კითხვას საზოგადოებრივ. დამისვით. რას ნიშნავს ადამიანობის დაკარგვა და სად და როდის იწყება მე მისი აღდგენა? ცირა ადამიანობის დაკარგვა არის მაშინ, როდესაც მთლიანად ღირსებას უსვავ ხელს. შენს ღირსებას ვახავ. ჩემთვის იქ ყველაფერი იკარგება. უკვე აი ეს ადამიანობა იკარგება ღირსების მერე უკვე ყველაფერს რო გადაგეხარ. და აღდგენადია თქვენისათვის. იცი რა, ერთხელ თუ დაიკარგება ეს ადამიანობა, ყველაფერი შეიძლება აღდგეს, მაგრამ ისეთი ვეღარ იქნება. კაპული არ დაგაბა. ამიტომ არ უნდა დაკარგო ადამიანი ეს ადამიანობა კონცენტრირება. იმიტომ რომ ადამიანი ფასობს შენი ადამიანები, შენი ღირსებით და სადაც ამას კარგავ, იქ თავდება ყველაფერი. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ასეა. არსებობა ქართული ანდაზა კარტექილის დაჟიჟი ჯობია. კარგი. დრო მსახიობისთვის მტევი უფროა თუ მასწავლებელი? დრო მსახიობისთვის მტევია თუ მასწავლებელი? დრო მსახიობისთვის პირადად ჩემთვის მტერი არ არის. ჩემთვის არის მასწავლებელი. მე ბევრ რამეს მასწავლის დრო. მე დრომ მასწავლა როგორ ვიცხოვრო. ყოველი წუთი ჩემთვის არის განსაზღვრული. ამიტომ ვიცი ზუსტად მისი გამოყენება. ფუჭად არ მიყვარს დროის დაკარგვა. ქონიათ ესეთი შემთხვევა, რომ ერთი და იმავ დროს ერთი და იგივე საქმე დაგმოთხოვიათ და რა მოგიმოქმედებია მაგას? ერთი და იგივე არა ბოდიში, სხვადასხვა საქმე ერთი და იგივე დროს და რა მოიმოქმედებს მაგ დროს? ჩავთე, არ ვიცი, მე რამდენი ეკა. ხო, მე რამდენი ეკა ჩავთე, არ ვიცი. ყველაფერი თუ კი რამის უნარი მქონდა და შესაძლებლობა და ყველაფერი გავაკეთე ისე, რომ ორივე საქმე ყოფილიყო სუფთად გაკეთებული და არ გაფრჩებულიყო. ძალიან კარგი. მაშინ ერთი კითხვაც ესეთი, ბედისწერას უფრო ენდობით თუ საკუთარ გადაწყვეტილებას? იცი რა არის, მე ამ ბედისწერის არ ვჯერა. ეს არის ჩემი გულწრფელი აზრი. მე მწამს არა და მწამს კი. ამიტომ სანამ გადაწყვეტილებას მივიღებ, ფიქრობ ძალიან ბევრს და ნათქვამია 100 ჯერ გაზომე და მე ერთხელ გადაჭერიო. და მე გადაწყვეტილებების მჯერა, მე ჯერჯერობით ჩემს გადაწყვეტილებას ასე ვთქვათ, სხვა უკუ შედეგი არ მოუწია და მე ჩემი გადაწყვეტილებების მჯერა. მჯერა თუნდაც იმ გადაწყვეტილების, რომ სწორად ამირჩიე პროფესია. მჯერა იმ გადაწყვეტილების, რომ მე ვარ პედაგოგი და ესეც ჩემი მეორე პროფესია, სწორი გადაწყვეტილება მივიღე.
ვფიქრობ, რომ ჩემი გადაწყვეტილება უტყუარია, რასაც ვიღებ. და ესეთი კითხვა. ეკა ქვრივიშვილი 20 წლის წინ რას კითხავდა საკუთარ თავს? ეკა ქვრივიშვილი 20 წლის წინ საკუთარ თავს? ეკა ქვრივიშვილი 20 წლის წინ საკუთარ თავს? ალბათ გავხსოვდი ამ კითხვას. ეკა შენ თეატრს რო თავი დაარქვა. მაშინ ისე უპასუხებ. და ერთვენი ადრინდელ კითხვას მივუბრუნდები. 20 წლის წინ ვარ მომხდარა ეგ ამბავი. რუსთავი თეატრიდან გამოვიშვეს. კი. იყო ეს მომენტი, რომ 20 წლის წინ ხო, ფაქტობრივად ეს პერიოდია, როცა მე მომიწია თეატრიდან წამოსვლა. მაგრამ ეს იყო ძალიან ცოტა ხანს, საკმაოდ მოკლე დრო, რამაც ისევ ოდითი ჩემი ემოციები. რამაც ისევ თეატრს დამოკიდე. არ შემიძლია თეატრს გარეშე. კარგი და ბოლო კითხვა. არაფერს გითხავთ? არაფერს? არა, მე არაფერს გითხავთ. პირველ რიგში რატომ დამისვით ასეთი კითხვები, რომ მე ემოციური ფონის შემიქმნელებ და ამაცრებ. შეგეკითხეთ. და სანამ თქვენ მაგ კითხვაზე მე პასუხს გამცემთ, მე თქვენ ერთ ჩემს ლექსს გიკითხავთ და მე თქვენ ამ წიგნს გაჩვენებთ. შეიძლება წაგიკითხოთ. ფიქრების ფრენა. მოქარგა ისევ შემოდგომამ ჩემი ქალაქი. შემოეტმასნა ბრწყინვალება უძველეს ქუჩებს. თავის საქმეში გართულიყო მშვიდად დალაკი. შორს მოტრფიალი წყვილოვნებით ათბობდა ტუჩებს. შემოსადილა მორაკრაკე ბაგენტილოთი, მოხატა სირნით, შემოჭედა ოქროს გალია. სიმღერა ისე ბასობდა ლაღი კილოთი. აჭრელებულმა სამყარომაც სული დალია. არ წერდა აკვანს მოლინდირო წყალთან აკადში. სამოსის შრიალს ყურს უხდებდა ვარსკვლავთა ფენა. ხელიდან ხელში სრიალებდა როგორც კაბაში ატეხილ ფიქრებს მოუთმენლად ეწადა ფრენა. ძალიან ლამაზია და ძალიან სასიამოვნო. დიდი მადლობა. ფარდის მიღმა ჩემი მესამე წიგნი. დიდი მადლობა. დიდი სიყვარულით და პატივით. რაც შეეხება თქვენს კითხვას უპასუხებ ეგრე. საერთოდ ჩემში მსახიობი ზის ისეთი პიროვნება, რომელსაც შეუძლია თითქმის შეუძლია. მსახიობს შეუძლია განა იმიტაციით არა, სულიერად დაგამშვიდოს, სულიერად აგაღებოს, სულიერად აგაღმერთოს, სულიერად მიწაზედაც დაგანარცხოს. ამიტომ იყო ეს კითხვები ჩემგან კონსულტ. ესე იგი სწორი პროფესია ამირჩევია მაშინ. რა თქმა უნდა. და მადლობა ისე ჩემს მშობლებს, განსაკუთრებით დედას, რომელმაც მომცა мотиваცია, რომ მე ყოფილიყო მსახიობი. და მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ ამ არაჩვეულებრივი გადაცემის სტუმრად ყოფილიყო ეკატერინე ქვრივიშვილი. იგივე დიდი მადლობა მოგზაურობისათვის. კარგად. ლევანდელი საუბარი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ მსახიობობა მხოლოდ სცენა არ არის. ეს არის გონების, გულისა და სულის ერთიანობა. ეკატერინე ქვრივიშვილმა გვაჩვენა, რომ ხელოვნება ის ხდება, სადაც ადამიანს აღარ ეშინია საკუთარი ცდილობები და მზად არის დიდ შექმნას სამყარო. მადლობა კულტურალობისათვის, ენერგიისათვის, იმ ადამიანების სინათლე ცელის გამო, რომლის გარეშეც არც სცენა და არც ცხოვრება არ არის.